ოთო ჯაფარიძე ეროვნული სტილის მოჭიდავეა ძიუდოში. პატარა იყო თავისი სურვილის ჭიდაობაში რომ შევიდა. ახლა უკვე 10 წლისაა და სპორტის ამ სახეობაში მიღწეული შედეგებით წინ და წინ მიიწევს. ოთო იმ პატარა ისტორიას იხსენებს, რომლითაც მისი ჭიდაობასთან ურთიერთობა იწყება. ოთო ჯაფარიძე ქალაქ ქუთაისიდან ვარ ძიუდოისტი. შემოვედი 8 წლის და ჩემი მომეწონა რა თავიდან რომ მოვედი აქ მომეწონა ეს პირობები ჭიდავიც მომეწონა და ერთ დღეს მასწავლებელი მოდიოდა მანქანით და გადავდექი წინ რომ შემოსულიყავი ამ ჭიდავში ხო და მე მივედი ნახე აქ როგორ იყო და დავიწყე სიარული თავიდან ცოტა მიჭირდა მაგრამ შემდეგ მოვუმატე მასწავლებელიც მასწავლებელს ცოტა ვაბრაზებდი ახლა აღარ ვაბრაზებ 3 წელია რაც დავდივარ და მაქვს 10 მედალი 10 დიპლომი და 2 თასი. ოთოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბაბუაა, რომელიც მის არცერთ შეჯიბრს არ ტოვებს. როგორც პატარა ძიუდოისტი გვეუბნება ბაბუს, იქ ყოფნა მისთვის მოტივაციაა წარმატებისთვის. ოთო იმ ემოციებსაც იხსენებს გამარჯვების დროს რომ ეუფლება. ბაბუა რო დაყვება შეჯიბრზე, ვუყურებ რა როგორ მეძახის ვიდეოთო და უფრო მეტი ძალა მემატება და როდესაც მოვიგებ, ხო ჩამეხუტება გავდივარ იქეთ და შემდეგ ფინალი ახლა სენაკში ეს პედალი რო ავიღე, ასე თქო ველოსიპედ გეკედიო და მოვიგე და ახლა დავიდე. პირველ ადგილზე რომ დავდგები, ვფიქრობ რომ როგორ დავდექი პირველ ადგილზე, ეს ირაკი მასწავლებლის დამსახურებაა, თქო. შემდეგ როდესაც ჩამოვდივარ ვილოცავენ პატარა ბავშვები, ჩემი მეზობლები გამოდიან და მეუბნებიან პატარა ბიჭები გილოცავთ ან ჯაფარიძე გილოცავ ისაო რა ქვია სულ პირველი ადგილები აგეღოს სულ წარმატებული იყავიო და ვიგი რა ქვია შენი მშობლების გული გაგეხარებიოს. ოთო საქართველოს მასშტაბით გამართულ თითქმის ყველა ტურნირში იღებს მონაწილეობას. იგი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი, ჭაბუკებში იმერეთის ჩემპიონი და ჭიდაობა ძიუდოში ქალაქის ნაკრების წევრიცაა. თავიდან დავიწყე ჭიდაობა მეშინოდა. რომ შევდიოდი რატომზე ასე ვიყავი მოღრული მეშინოდა. ხო და შემდეგ რო გავიდა ეს წლები და რო გავიზარდე ახლა არაფერს აღამეშინია პირიქით შემართებით მივდივარ რომ მე ავიღო პირველი ადგილი მე გავიდე ფინალში ან მე 3 ავიღო და არ მინდა რომ წავაგო. პირველი შეჯიბრი იყო ნიკიაზე, მაშინ ვიყავი 9 წლის, ავიღე პირველი ადგილი და ანუ იყო შესარჩევი, ანუ ვინც მოიგებდაო, წავედოდაო თბილისში. ან მოვიგე შეჯიბრი და წავედი თბილისში. იქ ავიღე მეორე ადგილი 4 შეხვედრა ვიჭიდავე, 3 მოვიგე და 1 წავაგე. ის დიდი შემახვედრეს და შემდეგ წავედი გელათში, იქაც პირველი ავიღე, მე შემდეგ წავედი ბათუმში, მეორე ავიღე. საერთაშორისოზე ვიყავი 4ჯერ, 3ჯერ ავიღე მეორე და ახლა ავიღე 1 მესამე. დასავლეთის ჩემპიონი პირველი ადგილი ავიღე, რესპუბლიკურებზე მეორე და პირველი. ირაკლი კინწურაშვილი პატარა შეგირდზე დიდ იმედებს ამყარებს და ამბობს, რომ მის გამარჯვებასა თუ მარცხს მასთან ერთად იზიარებს. აი პირველად ძიუდოში გახდა ქალაქის ჩემპიონი და ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, რადგან მეც დიდი ხანი არ ვმუშაობ ამ სფეროში, დაახლოებით 4 წელია და ოთოდადი სათხად 3 წელი. ხო და აი მაგ დღეს 2 ქალაქის ჩემპიონი გამიხდა და 2 პრიზიორი. და მეც მათთან ერთად მიხარია, რა თქმა უნდა ეს მათი წარმატება და მათი იგულები როგორაც პატარები დიდი სიხარულით ისევა მეც და ხშირად ემოციასაც ვემართავ და ცვლილებით გამოვთქვა ამას მათთან ერთად და შემდეგ სხვადასხვა აღონისებებში მიიღო მონაწილეობა აი რეგიონებში ძირითადად ზესტაფონში, გელათში, წყალტუბოში და სადაც წავედით. არ მახსოვს რომ ოთოს მეზლის გარეშე დარჩენილი იყო ყველა შეჯიბრებიდან გვაქვს მეორე ადგილი ყველაზე მცირე. რასაც მოინდოდა აუცილებლად მიაღწევ და ყველა ჩემს მოსწავლეს ამას ვასწავლე ზოგადად რომ შეუძლებელი არაფერი არ არის ცხოვრებაში და ოთო მეთანხმება ხშირად ამაში და ისიც ჩემს აზრზეა რომ აუცილებლად შეუძლია და აქვს ამბიციაც კიდევ ოლიმპიური ჩემპიონობის. ოთოს მომავალში საკმაოდ ამბიციური გეგმები და საბრძოლო შემართება აქვს. მას ოლიმპიური ჩემპიონობა სურს და ამბობს, რომ ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
დავალ საქართველოს ჩემპიონატზე, მოვიგებ, კარგი იქნება, შემდეგ წავალ ევროპაზე თუ მოვიგებ უფრო კარგი მსოფლიო და ოლიმპიადა. სამოვალოდ მინდა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე ძიუდოში და ქართულ ჭიდაობაში უნდა გავხდე ფალავანი.